ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მე დარინა წიტლაური. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმის ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის დასულთა განათლების ცენტრი. რუბრიკა მათი ხმის ფარგლებში დღევანდელი დღის თემა იქნება კასპის დასულთა განათლების ცენტრი შესაძლებლობა ქალებისთვის. კასპის დასულთა განათლების ცენტრი დიდ შესაძლებლობებს და მოტივაციას იძლევა. ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისთვის დაეუფლონ სასურველ პროფესიას, განივითარონ, გაიღრმაონ და შეიქმნან საბაზისო ცოდნა. სათემო ცენტრებისთვის პრიორიტეტია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების ათვისება, რაც ბენეფიციარებისთვის თვითდასაქმების შანსს იძლევა. ასევე კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარების შესაძლებლობებს ზრდის. ემსახურება ბენეფიციართა ინტერესების და ქმნის მათ წარმატებულ ისტორიებს. ცენტრში დაგეგმილ პროექტებთან შორის ერთ-ერთი მოთხოვნადი ლაზეროთერაპიის კურსია, რომელიც საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. მიმდინარე წელს კვლავ აქტუალურია და მსურველებს შეუძლიათ კვლავ გაიარონ ორთვიანი ლაზეროთერაპიის სასერტიფიკატო კურსი. აქ მიღებული ცოდნით დასაქმდნენ როგორც წარმატებულ ესთეტიკურ ცენტრებში, ასევე შეიქმნან ინდივიდუალური კაბინეტები, რაც თვითგანათარების საუკეთესო საშუალებაა. დღევანდელ გადაცემაში თემაზე სასაუბროდ გვეყოლება კასპის დასულთა განათლების ცენტრის ლაზეროთერაპიის ტრენერი ქალბატონი მარინე წიტლაური, რომელიც თითქმის წელზე მეტია თანამშრომლობს კასპის დასულთა განათლების ცენტრთან და ბენეფიციარებს უზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას. მოგესალმებით ქალბატონო მარინე. პირველ რიგში გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და გამოცდილების შესახებ. როდესაც დაიწყეთ ეს საქმიანობა? მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. რაც შეეხება ჩემ პროფესიებს, ჩემი პროფესიები რამდენიმე დარგს მოიცავს. ეს არის კლასიკური და ინიექციური კოსმეტოლოგია, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟები, პერმანენტული მაკიაჟი, წარბის წამწამის ლამინირება და ღეროვანი დაგრძელება და რა თქმა უნდა ლაზეროთერაპია. რაც საკმაოდ დიდ გამოცდილებას მძენს, ეს კი საშუალებას მაძლევს, რომ საფუძვლიანად შევასწავლოთ ჩემს ბენეფიციარებს არჩეული პროფესია. ამჟამად კასპის დასულთა განათლების ცენტრში ვასწავლი ლაზერო და ელექტროეპილაციას. კურსი რა ხანგრძლივობისაა და რა შეისწავლიან ბენეფიციარები კურსის ფარგლებში? უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ კურსის შესახებ. კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 2 თვეს, აქედან 1 თვე ძირითადად თეორიის სწავლებას ეთმობა, სადაც ბენეფიციარები სწავლობენ უშუალოდ ადამიანის ორგანოებს, კონკრეტულად იმ ორგანოებს, რითაც ეპილაციის დროს შეხება გვიწევს და მეორე თვე კი არის პრაქტიკული სამუშაოები. უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ ეპილაციის პროცედურებზე, სახეებზე და ლაზერული აპარატის მოქმედების მექანიზმებზე, პროცედურის ჩატარების ტექნიკის მიხედვით. ლაზეროთერაპისტვის აუცილებელია თეორიის ნაწილის შესწავლა, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ გვაქვს ადამიანის სხეულზე შეხება. გასათვალისწინებელია თვითხოვული პაციენტის მდგომარეობა. მისი, ასე ვთქვათ, კანის ტიპიდან გამომდინარე, თმიანობა, ჯანმრთელობა, რამე პრობლემა ხომ არ აწუხებს, რის შედეგადაც გვაქვს ესეთი პრობლემები, რომ არ შეიძლება ლაზერის გაკეთება და ასევე ასაკიც. რაც შეეხება ლაზერულ აპარატის სახეებს, გვაქვს რამდენიმე სახეობის აპარატი და იქიდან გამომდინარე სწავლობთ ჩვენ მეორე თვეს პრაქტიკულ ნაწილში თვითხოვული აპარატის გამოყენების წესებს. რა დროს რომელი აპარატი და რომელი სხივი უნდა გამოვიყენოთ. უშუალოდ პროცედურას რა დადებითი ჩვენებები და უკუჩვენებები გააჩნია? დავიწყოთ უკუჩვენებებიდან. უკუჩვენებების პირველი ერთ-ერთი ცოტა რაც ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს არის ტკივილი, ამიტომ არის აპარატის სახეობა, რომელიც ცოტა ტკივილს იგრძნობს ადამიანი გაკეთების მომენტში, მაგრამ გვაქვს აპარატები, რომლებსაც ახასიათებთ მოყინვის რეჟიმი, ამიტომ ის უფრო ფაქტობრივად მიმდინარეობს პროცედურა უმტკივნეულოდ. გარდა ამისა, გვაქვს უფრო სწორად აპარატები, რომლებიც სჭირდება აუცილებლობას წინაპირობა
რომ სახეზე ან ზონაზე იყვეს თმა და ამიტომ გვიწევს რამდენიმე თვეთმიანი სიარული, რადგან აბარადმა კაი შედეგი დადოს. ასევე უკუჩვენებაშია ის, რომ ლაზერი თეთრ ფერს ვერ აღიქვამს სამწუხაროდ და ჭაღარა თმას ვერ ერევა. აქედან გამომდინარე, უკუჩვენებაში შედის ასევე ადამიანების დაავადებები, ეს არის კანის მთლიანობის დარღვევა, ონკოლოგია, ქიმია და სხეული თერაპიების დროს, ასევე ლაქტაცია, სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ასე შემდეგ. თუმცა გვაქვს ასე ვთქვათ ჩვენებები, რომლებიც რის შედეგადაც პროცედურის შემდეგ ხდება კანი გლუვი, პრიალა, მოსუფთავებული და მეტი კომფორტი და ნაკლები დისკომფორტი. თეორიული სწავლების გარდა არის თუ არა პრაქტიკული ნაწილი? დიახ, თეორიული სწავლების გარდა არის პრაქტიკული ნაწილი, რომელიც უშუალოდ ჩემს კაბინეტში მიმდინარეობს. თეორია რო ერთ თვეს მოიცავს, პრაქტიკაც ერთ თვეზეა გამიჯნული, მაგრამ თუ ბენეფიციარმა ვერ დაძლია ის ერთთვიანი პრაქტიკა, ჩვენ ვამატებთ დროს, რათა გავზარდოთ მისი ცნობიერება და განათლების დონე ავამაბლოთ. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ბენეფიციარებისთვის უშუალოდ აპარატთან მუშაობა და მისი ტექნიკის შესწავლა. გარდა ამისა, პრაქტიკის გარდა ჩვენ ვასწავლით თვითონ კაბინეტის ჰიგიენას და აღჭურვილობას, რომელიც შემდგომში დასაქმებული იქნება თუ თვით დასაქმებული აუცილებლად გამოადგება. და ბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მსმენელს იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც დასრულთა განათლების ცენტრი იძლევა? ჩვენი ცენტრი არის წინაპირობა იმას, რომ თითოეულ ადამიანმა შეუძლია ასაკში შეძლო სასურველი პროფესიის არჩევა. და ისეთი პროფესიის არჩევის შესწავლა, რაც თავს რეალიზებად აგრძნობინებს. ასევე ჩემი ბენეფიციარები ჩვენი კურსის გავლის შემდეგ არიან როგორც დასაქმებული ესთეტიკურ ცენტრებში, არიან ისე თვით დასაქმებულებიც. ეს კი თავისთავად ხელს უწყობს მეტი ადამიანი იყვეს დასაქმებული და უმუშევართა პროცენტი შევამციროთ ჩვენს მუნიციპალიტეტში. ქალბატონო მარინი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და კასპიის დასავლთა განათლების ცენტრს. მადლობა თქვენ ჩემი მოწვევისთვის. ამასთან ერთად მინდა დამატებით შესაძლებლობა გამოვიყენო და დიდი მადლობა მოუხადო ჩვენი ცენტრის დირექტორს ქალბატონ სალომე მუხიბულაშვილს, რადგან სწორი მიმართულებით, სწორი პრინციპით არჩევს ისეთ პროფესიების შესწავლას ბენეფიციარებისათვის, რომლებიც უფრო მოთხოვნადი, რეალიზებადი და დასაქმებულები იქნებიან. ასევე დიდი მადლობა გადავუხადო DVV International-ს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპიის დასავლთა განათლების ცენტრს პარტნიორობისთვის. მადლობა რადიო მსმენელს. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით მომდევნო გადაცემით. მომავალ შეხვედრამდე.